საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მოსარჩელე მხარის პროტესტი მოჰყვა გიორგი პაპუაშვილისთვის ბათუმში სადავოს სახლის გადაცემის ფაქტი მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია. რატომ აღმოჩნდა გადაწყვეტილება მოულოდნელი როლანდ ბლადაძის მეუღლისთვის? ბელა ზაქაიძე კი ამბობდა. როლანდ ბლადაძის ადვოკატის და მეუღლის ასეთი შეძახილები მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მოსამართლემ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სამართლიანად მიიჩნია 2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისთვის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბათუმში მდებარე სახლის სიმბოლურ 1000 ლარად გადაცემა. როლანდ ბლადაძის სასარჩელო განცხადება არ დააკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2900 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუკვირდეს მოსარჩელო მხარეს. ბლადაძის მეუღლის განცხადებით გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ყველანაირი სამართლებრივი არგუმენტი გააჩნდათ. მარინა ესელიძის განმარტებით $250,000 ღირებული უძრავი ქონება 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იმ არგუმენტით ჩამოართვა, რომ ქონება დაუსაბუთებელი იყო. 2007 წელს კი მათი საკუთრება, რომელზეც საჩივრების სხვადასხვა უწყებებში ჰქონდათ შეტანილი, პაპუაშვილს გადასცა. ველოდებოდი რომ დააკმაყოფილებდა ჩემს საკეთილდღეოდ და მეგონა რომ სამართლიან განაჩენს გამოიტანდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ღმერთი არ აპატიებს ჩემი შვილების წრევლებს, არ ჩემს წრევლებს და მეგონა რომ სახელმწიფოში იყო სამართლიანობა, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდი რომ ეს ნამდვილად არ არსებობს. არჩილ კაიკაციშვილი 2013 წლის პროკურატურის დადგენილებაზე მეუთითებს, რომლის მიხედვითაც დანაშაული, რის გამოც ბლადაძეს ქონება ჩამოერთვა, არასდროს ჩაუდენია. ადვოკატი მოსამართლეს უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს და შიდა სამართლებრივი რესურსების ამოწურვის შემდეგ განაცხადის შეტანას ევროსასამართლოში გეგმავს. ვერ გეტყვით პაპუაშვილი ურეკავდა თუ არა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ გიორგი პაპუაშვილი დიანა ფარგოსაძესთან ურთიერთობის დროს ის მას აიძულებდა, რომ არ მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველა წარდგენილი მტკიცებულება კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველს ტოვებდა. აი ეს გადაწყვეტილებები სიმართლის და მტკიცებულებების სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელი სასამართლოს ხდომა უნდა მოგვექოთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბლადაძის სარჩელი ხანდაზმული და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული იყო. ვინაიდან სადავო უძრავი ქონება გიორგი პაპუაშვილზე გასხვისების დროისათვის წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო თავისუფლად განეკარგა კუთვნილი ქონება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ უფლებამოსილმა ორგანომ 2007 წლის 21 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გიორგი პაპუაშვილთან გააფორმა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ან და სახელმწიფო არ იყო უფლებამოსილი განეკარგა თავისი საკუთრება. მოპასუხე მხარე გიორგი პაპუაშვილის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებიან. მათ კომენტარის გაკეთებაზეც უარი განაცხადეს.